Ubisoft-ის ფანები უკმაყოფილონი არიან. ფრანგული გეიმინგ გიგანტი ერთი იმედგაცრუებიდან მეორეზე გადავიდა. Skull and Bonesი ჩავარდა. Star Wars Outlaws-მა ვერ შეძლო ის ჰიტი გამხდარიყო, რომელიც Ubisoft-ს სასტრაფოდ სჭირდებოდა. With Assassin's Creed-ს აღარ არის ის ხელშეუხებელი ძალა, როგორიც ადრე ჩანდა. რა მოხდა? ყველას აქვს პასუხი და შეიძლება ყველა ცდებოდეს. ზოგიერთი ფანი ამას woke სცენარს აბრალებს. Industries veteranები გადაღლილ დეველოპერებსა და გაბერილ მენეჯმენტს აბრალებენ, მაგრამ ეს ახსნა ბოლომდე ვერ ხსნის იმას, რაც ხდება, რადგან რეალობა შეიძლება ბევრად უფრო ბნელი იყოს. Steel-ობს თუ არა Ubisoft-ი შესანიშნავი თამაშების შექმნას. თუ ის სრულიად სხვა რამედ იქცა, რომელსაც გარე ინტერესები, მონაცემთა შეგროვება და ძალები აყალიბებენ, რომლებიც მოთამაშეების უმეტესობას არასდროს უნახავს. პასუხი შეიძლება გამოავლინოს მომავალი, სადაც ვიდეო თამაშების ინდუსტრია საკუთარ Lehman Brothers-ის მომენტს შეხვდება და სადაც მოთამაშეები კლიენტების ნაცვლად თავად გახდებიან პროდუქტი. Wins Ubisoft-ის აქციებს ფლობდა 2018 წელს, მათთვის ყველაფერი კარგად გამოიყურებოდა. ფრანგულ ვიდეო თამაშების კომპანიას უზარმაზარი პოპულარული ფრენჩაიზების პორტფელი ჰქონდა, მათ შორის Far Cry, Prince of Persia და რა თქმა უნდა, Assassin's Creed-ის სერია. 20-ზე მეტი სერიისა და რამდენიმე სატელევიზიო და კინო სპინ-ოფის გამოშვების შემდეგ, ეს ვიდეო თამაშების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდი იყო. ეს ასევე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რომელმაც Ubisoft-ის აქციების ფასი რეკორდულ მაჩვენებელზე 102 ევროზე მეტი ერთ აქციაზე აიყვანა. მაგრამ როგორც ნებისმიერი ატრაქციონი, აქაც არის აღმასლა და შემდეგ ელვისებური ვარდნა. 2024 წლისთვის Ubisoft-ის აქციების ფასი დაახლოებით 13 ევრომდე დაეცა, რაც აქციონერთა ღირებულების 87%-ის დაკარგვას ნიშნავდა იმ აქციაზე, რომელსაც ბევრი უსაფრთხო ინვესტიციად მიიჩნევდა. ეს იგივეა, რაც ჯიბეში $100 გედოს და როცა ამოიღებ, ის მხოლოდ ერთი კინოს ბილეთი აღმოჩნდეს. ადვილი იქნებოდა გვეგონა, რომ ეს ტექნოლოგიური ინდუსტრიის ზოგადი კრახია. ასე არ არის. მაშინ როცა Ubisoft იშლებოდა, თითქმის ყველა სხვა კომპანია წინ მიიწევდა. Nintendo 2018 წლიდან სტაბილურად იზრდებოდა, ხოლო ცნობილი თამაშების გამომცემელი Konami, რომელიც Ubisoft-ის კონკურენტად ითვლება, 2023 წლიდან აქციების ფასის მკვეთრი ზრდა განიცადა. ასე რომ პრობლემა არც ინდუსტრიაშია და არც თამაშებში. საქმე იმაშია, რაც კულისებში ხდება. Ubisoft ვიდეო თამაშების სამყაროში გიგანტია. ორიგინალური სათაურების გარდა, ისინი დიდად ეკრნობიან უკვე არსებულ ინტელექტუალურ საკუთრებას, როგორიცაა Star Wars და Avatar, და ქმნიან თამაშებს, სადაც მოქმედების მაღალი დონეა. კომპანიას, რომელსაც თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი Yves Guillemot ხელმძღვანელობს, დამოუკიდებლობა აქვს და შეუძლია საკუთარი შეთანხმებები დადოს კონსოლის კომპანიებთან. მაგრამ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება მარტივი არ ყოფილა. კომპანია მუდმივად ფართოვდებოდა და 2015 წლამდე წინააღმდეგობას უწევდა გაყიდვის ზეწოლას. სწორედ მაშინ სცადა ერთმა კომპანიამ მისთვის ამარჩევანის წარწმევა. Vivendi, ძლიერი ფრანგული მასმედიის კორპორაცია, გაფართოების ფარგლებში სათამაშო კომპანიაზე დაადგა თვალი. მან კომპანიის 10.4%-იანი წილი შეიძინა და Guillemot შიშობდა, რომ ეს ყველაფერი მტრული შთანთქმის გეგმის ნაწილი იყო. როდესაც Vivendi სხვა კომპანიების მეშვეობით აქციების შეძენას აგრძელებდა, Guillemot წარმატებით მოახერხა დირექტორთა საბჭოს წევრების მობილიზება, რათა Vivendi-ის წარმომადგენლები გაერიცხათ. 2018 წელს მათ შეთანხმებას მიაღწიეს, რამაც დაასრულა მტრული შთანთქმის ნებისმიერი რისკი, რაც შესაძლოა კომპანიის განადგურების საფუძველი გამხდარიყო. Vivendi იყო უშუალო საფრთხე, მაგრამ სამალი შესაძლოა დაავადებაზე უარესი ყოფილიყო. სკანდალებით, იმედგამაცრუებელი თამაშებითა და ძვირადღირებული გადარჩენისთვის ბრძოლით, დაღლილმა Ubisoft-მა მრავალმილიარდიანი ინვესტიციისთვის ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ Tencent-ს მიმართა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამის შედეგად Tencent-ი Ubisoft-ის მეორე უმსხვილესი აქციონერი გახდა. ზოგი იტყვის, რომ ის კულისებში არსებული ძალაა. ეხლა Ubisoft-ი შეიძლება მძევლად აღმოჩნდეს, მაგრამ რათა უნდა გადაეცათ დამფუძნებლებს ციხესიმაგრის გასაღები. ომი Vivendi-სთან დასრულდა, მაგრამ Ubisoft-ს დამოუკიდებლად არსებობა აღარ შეეძლო. მისი უმსხვილესი აქციონერი იყო Guillemot-ების ძმები Limited-ი, კომპანია, რომელსაც აკონტროლებდა ოჯახი, რომელმაც დაარსა Ubisoft-ი. ეს ჯირითადად საგარასახადო მიზნებისთვის კეთდება და დამფუძნებლებს მეტმოქნილობას აძლევს სიმდიდრის, აქტივებისა და ვალის პერკეტად გამოყენებისას. Tencent-ი, რომელიც წლებია აქტიურად აბანდებს ვიდეო თამაშების აქტივებში, მსოფლიოს უდიდესი ვიდეო თამაშების კომპანია შემოსავლების მიხედვით და მისი ყურადღება Ubisoft-ზე იყო მიმართული. 2022 წელს Tencent-მა 300 მილიონი ევრო დააბანდა Guillemot ძმების Limited-ში, რამაც კომპანიას თითქმის ნახევარი 49.9-იანი საინვესტიციო ძალა მისცა. Ubisoft ყოველთვის უფრთხილდებოდა თავის შემოქმედებით დამოუკიდებლობას, მაგრამ ამ შეთანხმებამ Tencent-ი მკისიერად აქცია კომპანიის მომავალში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოთამაშედ. ამასობაში Ubisoft-მა ძლიერი ფინანსური მხარდამჭერი შეიძინა, ხოლო Tencent-მა თავის გავლენა გააფართოვა ვიდეო თამაშების ერთ-ერთ უმსხვილეს გამომცემელთან. ეს თითქოს ყველასთვის მოგება იყო. ამავდროულად შესაძლოა ამან Ubisoft-ის სასიკვდილო განაჩენიც გააფორმა. 300 მილიონი ევრო დიდ თანხად ჟღერს, მაგრამ დღეს ეს მხოლოდ ერთი Marvel-ის ბლოკბასტერის ფასია. დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ეს თანხა წვრილმან ფულად ითვლება. თუმცა Ubisoft-ისთვის ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი იყო.
ისინი ცდილობდნენ დამფუძნებლებისთვის საბჭოში ადგილები შეენარჩუნებინათ. ახლა მათ იპოვეს პარტნიორი, რომელიც ცნობილია იმით, რომ ჩაურევლობის პოლიტიკას მისდევს. Tencent-ის ბიზნეს მოდელი როგორც წესი, ეფუძნება ჩუმი პარტნიორის როლს და სარგებლის მიღებას. შეთანხმებაში რამდენიმე პირობა იყო ჩადებული, რაც ამ გარიგებას უბრალო ინვესტიციაზე მეცխდიდა. ეს უკვე ქორწინებას გავდა. Tencent-ისთვის შეთანხმება მოიცავდა 8 წლიან შეზღუდვის პერიოდს, რომელიც Tencent-ს აქციების კატიგვას უკრძალავდა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ Ubisoft-ი დაეცვათ კულისებს მიღმა გარიგებისგან, რომლის შედეგადაც ინვესტორები კომპანიის კონტროლს გადასცემდნენ სხვას. Ubisoft-მა ასევე დაამატა დაცვის მექანიზმები იმ შემთხვევისთვის, თუ კომპანია ოდესმე გაიყიდება. მათ შორის გამოსვლის პირობა, თუ ახალი მფლობელი აიღებს კონტროლს. როდესაც Ubisoft-ი აქტიურად განიხილავდა თავის ვარიანტებს, ეს შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანი ჩანდა და კომპანიის სტაბილურობას უზრუნველყოფდა მომავალში. კულისებში Ubisoft-ის სირთულეებს აცვლებოდა და ძალიან ცოტა არჩევანი ჰქონდა. საკრედიტო ვალდებულებების მქონე კომპანია გასაკვირი არ არის, მაგრამ ხშირად ვალების დაგროვება დიდი გაყიდვის ან კოლაფსის წინაპირობაა. უფრო დიდი კომპანია, რომელსაც შეუძლია ვალის გადაფარვა, ყიდულობს მას და ირებს მის ყველა აქტივს იმის სანაცვლოდ, რომ საწყის ფინანსურ დათმას საკუთარ თავზე იღებს. მაგრამ Ubisoft-ის გადაწყვეტილებით, რომ არ გაეყიდა კომპანია, მათ უნდა მოეფიქრებინათ, როგორ დაეხციათ თავი არსებულ ვალებს, რომლებიც 2026 წლისთვის 2.45 მილიარდ დოლარს შეადგენდა. Ubisoft ახლა შიხში აღმოჩნდა. მას ვალის დაფარვა სჭირდებოდა, მაგრამ ის მეთოდი, რომელსაც ჩვეულებრივ გამოიყენებდა ამისთვის, სწრაფი გაყიდვა, სხვადასხვა მიზეზის გამო აღარ იყო შესაძლებელი. ასე რომ, მხოლოდ ერთი მსურველი დარჩა, თავად Tencent, რომელიც მზად იყო მეტი აქცია შეეძინა. მაგრამ თუ Ubisoft-ს დამოუკიდებლობის შენარჩუნება სურდა, მას ბიზნესის ახალი გზა უნდა მოეფიქრებინა. შემდეგ რაც მოხდა, ბევრ მოთამაშეს მიაჩნია, რომ ეს კომპანიის დაღუპვის სპირალია, რადგან თამაშების სტუდია, რომელიც ისტორიულად ზუსტი ეპიკური თამაშებით იყო ცნობილი, ეხლა მხოლოდ უხარისხო პროდუქტს უშვებს. თუმცა, აკეთებდა ამას განზრახ. Ubisoft-მა ჩვეულ ტემპში განაგრძო თამაშების გამოშვება და რამდენიმე მათგანს დიდი აჟიოტაჟი ახლდა. ერთ-ერთი მთავარი არჩევანი იყო Skull and Bones, რომელიც თითქოს უეჭველი წარმატების პროექტი იყო. მან Assassin's Creed-ის ისტორიული სიზუსტე ახალ თამაში გადაიტანა. მოთამაშეები დაკავდებოდნენ მეკობრეობით და საზღვაო ბრძოლებით ღია ზღვაში. ტაქტიკური მოქმედების თამაშში ჰქონდა რეალისტური ნაოსნობის მექანიკა, რომელიც მანამდე ვიდეო თამაშებში არასდროს უნახავთ. ეს ინოვაციური იყო, მაგრამ იყო თუ არა სახალისო. თამაშს რამდენჯერმე მოუწია თავიდან გადაკეთება, რათა საბრძოლო და კვლევის მექანიკები დაეხვეწა. გამოშვებულ თამაში თითქმის არ შევიდა თავდაპირველი ნაოსნობის მექანიკები. ამის ნაცვლად აქცენტი გაკეთდა საგანძურის ძიებაზე, გემების ბრძოლაზე და ფრაქციებს შორის ომებზე. ამის გამო თამაში ნაკლებად გავდა ახალ პროდუქტს და უფრო მეტად წარმოადგენდა ძველი Ubisoft-ის კლასიკის გადაკეთებულ ვერსიას, რომლის წარმოებაც 200 მილიონი დოლარი დაჯდა. თამაშმა ცუდი შეფასებებით და საშუალო გაყიდვებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი განვითარების პროცესში 2017 წლის გამოცხადებიდან 2024 წლამდე გადაიწია გამოსვლა. და ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. დიდი გამარჯვება იყო Ubisoft-ისთვის, როდესაც Star Wars Outlaws 2021 წელს გამოცხადდა. ამის შემდეგ განვითარების პროცესი საკმაოდ შეუფერხებლად წარიმართა. თამაში სრულად 2023 წელს წარადგინეს და 2024 წელს გამოვიდა გაყიდვაში. თამაში წარმოდგენილი იყო ორიგინალური პერსონაჟები და ის იყო ძარცვის მისია ღია სამყაროში. მიუხედავად იმისა, რომ თამაშმა შედარებით დადებითი შეფასებები მიიღო, ზოგადად მას ორიგინალურობას მოკლებულად მიიჩნევდნენ და ბევრმა მომხმარებელმა ხშირი ხაროეზები შენიშნა. საშუალო გაყიდვებმა სავარაუდოდ დაასრულა Ubisoft-სა და Lucasfilm-ს შორის მომავალი თანამშრომლობა. ყველას ჰქონდა თავისი აზრი. მისი ბრალი იყო ეს ყველაფერი. ბევრმა მოთამაშემ უკმაყოფილება გამოხატა Ubisoft-ის ბოლო ნამუშევრებთან დაკავშირებით სუბიექტური მიზეზების გამო და ხშირად ადანაშაულებდნენ კომპანიას ვოუკობაში. Assassin's Creed-ის ფრენჩაიზი ნიშნულოვნად გამრავლფერონდა თავისი ადრეული დროიდან, როდესაც ის რენესანსის ეპოქის ევროპაზე იყო კონცენტრირებული და ახლა მთავარი პერსონაჟები ყველა რასისა და სქესის წარმომადგენლები არიან. Star Wars Outlaws-ში მთავარი პერსონაჟი ქალია, ხოლო Skull and Bones-ში მოთამაშეებს შეუძლიათ საკუთარი მეკობრე პერსონაჟის პერსონალიზაცია და თამაში მრავალფეროვანი დამხმარე პერსონაჟები არიან წარმოდგენილი. ზოგიერთი ფანი ფიქრობდა, რომ ეს იყო იმ აუდიტორიის გულის მოგების მცდელობა, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვიდეო თამაშებს ითამაშებს და იგნორირებულია ორიგინალი ფანები. სინამდვილეში კი ყველაფერი სხვაგვარად იყო. Development-ში არსებობს ტერმინი მინიმალურად სიცოცხლის უნარიანი პროდუქტი, რაც ძირითადად ნიშნავს საკმარისად კარგს. კომპანიები გამოუშვებენ დაუსრულებელ products, რომელიც მხოლოდ იმდენად არის მზად, რომ ფანები დააინტერესოს და შემდეგ აძლევენ ფანებს საშუალებას უთხრან რა იყო არასწორი. ეს ბეტა ვერსიები ან იხვეწება და გამოდის განახლებული მოდელებით, ახალი ფუნქციებით, ან უკუკავშირი გამოიყენება გაგრძელებაში, რომელსაც სტუდია შემდეგ სრულ ფასად ყიდის ფანებზე. ასე თუ ისე, სტუდიები ყოველთვის იგებენ. ფანები, რომლებიც იღებენ არასრულყოფილ პროდუქტს, ჩვეულებრივ წაგებულებით რჩებიან. ეს შეიძლება ახლა უკვე Ubisoft-ის მოქმედების წესად იქცეს, გამოუშვან დაუსრულებელი კოდი მხოლოდ იმისთვის, რომ ფინანსური მხარდაჭერა შეინარჩუნონ. მაგრამ საიდან მოდის ეს ფული? პირველი შეხედვით ეს აზრს მოკლებულია. ბოლოს და ბოლოს, ვინ მოისურვებდა ისეთი თამაშების გამოშვებას, რომლებიც დამაკმაყოფილებელ გამოცდილებას არ იძლევა?
ეს შეიძლება წინასწარ გარკვეულ თანხას მოიტანოს, მაგრამ სავარაუდოდ დააფრთხობს უმეტეს ჩვეულებრივ მოთამაშეს და მომავალში მათთვის თამაშების გაყიდვა უფრო რთული გახდება. მოკლევადიანი სარგებელი და გრძელვადიანი ზარალი ძალიან იშვიათად არის კარგი არჩევანი მარკეტინგში. ეს სტრატეგია, როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დიდ ვალებში ჩააგდებს Ubisoft-ს და კომპანიას გაუჭირდება საკუთარი ქონების კონტროლის შენარჩუნება. თუმცა ახალი მოთამაშეები შეიძლება აღარ იყვნენ სამიზნე აუდიტორია. თამაშების ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მოთამაშის განმეორებითი დანახარჯი. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ზომავს, რამდენ ფულს ხარჯავენ მოთამაშეები თამაში მისი საწყისი შეძენის შემდეგ. 1990-იან წლებში და 2000-იანების დასაწყისში შენ ყიდულობდი სრულ თამაშს და ამით ყველაფერი მთავრდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სათამაშო სისტემები ინტერნეტს დაუკავშირდა, შესაძლებელი გახდა თამაში მიკროტრანზაქციების მთელი ეკონომიკის შექმნა. თამაში აღარ იყო უბრალოდ ერთი პროდუქტი, არამედ შენი პასპორტი ფუნქციების ქსელში. გასული დროა იმ მარტივი თამაშების, რომლებსაც ჰქონდათ ნათელი დასაწყისი, შუანაცელი და დასასრული. მოგესალმებით, სერვისად ქსეული თამაშების სამყაროში, სადაც განახლებები მუდმივია და გართობა არასდროს მთავრდება. და არც გადახდები მთავრდება. Two Studios შეძლებს მოთამაშე ამ ფორმატზე დამოკიდებული გახადოს, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეყოლებათ კლიენტი. ეს კი ანაზღაურებს ათეულობით სხვა მყიდველის დაკარგვას. Ubisoft ამ მოდელის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიმდევრად იქცა, რაც ბევრ ფანს აღიზიანებს. მაგრამ სანამ ეს მოდელი შემოსავალს მოუტანს, ისინი ასე გააგრძელებენ. Ubisoft ამ მოდელით დიდი წარმატება აქვს, რადგან მოთამაშეთა განმეორებითი დანახარჯები საშუალოდ წლიური შემოსავლის 43%-ს შეადგენს. როცა გამორიცხავთ დიდ თამაშების გამოშვებებს, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ფინანსურ შედეგებზე, ეს მაჩვენებელი კვარტალში 50%-საც კი აჭარბებს. ეს საკმაოდ დიდი თანხაა იმისთვის, რომ უბრალოდ ახალი კოსტიუმები გაყიდო და ახალი PvP ბრძოლის სეზონები გამოუშვა. და როცა წინა პერიოდთან შედარებით ნაკლები ძალის მოვა გჭირდება, ნაკლები ტალანტიც გჭირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში Ubisoft-მა საშუალო დონის პროგრამისტების გადინება ნახა, ხოლო გუნდი ჩაანაცვლა ჩართულობაზე ორიენტირებულმა ალგორითმებმა, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ შემდეგი პოპულარული კოლექციური ნივთის შექმნაზე. ეს კარგი ბიზნესია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადია. არა ისეთი დიდი ვალების მქონე კომპანიისთვის, როგორიც Ubisoft-ია. მათ უფრო დიდი რამ სჭირდებათ და შესაძლოა ეს თქვენი ხარჯზე იპოვეს. ახალი Assassin's Creed-ის თამაშის გამოცხადება სწორედ ისაა, რაც ხალხს ისევ Ubisoft-ით შეიძლება დააინტერესოს. ეს ფრენჩაიზი ისევ Ubisoft-ის მთავარი საგანძურია, ხოლო ბოლო ნაწილი 2023 წელს გამოვიდა. ასე რომ, როდესაც Assassin's Creed Jade 2022 წელს გაჟონა, ამან გარკვეული აჟიოტაჟი გამოიწვია. მოქმედება განვითარდებოდა წვეწვაძენტლი მესამე საუკუნეში, ცინის დინასტიის პერიოდში და პირველად თამაში მთავარი პერსონაჟის პერსონალიზაცია იქნებოდა შესაძლებელი. მაგრამ კულისებში პრობლემების შესახებ ხმები დადიოდა და მალე ეს ჭორები სიმართლე აღმოჩნდა. ეს საერთოდ არ იყო ნამდვილი Assassin's Creed. პირველ რიგში, თამაში ექსკლუზიურად Android-სა და iOS-ზე უნდა გამოსულიყო. ეს როგორც წესი ნიშნავს უფრო შეზღუდულ გეიმპლეის და უფრო მეტადაა ფოკუსირებული ეტაპებად დაყოფილ გეიმპლეიზე, ვიდრე ერთიან სიუჟეტზე. ეს ასევე ის ადგილია, სადაც მიკროტრანზაქციები ყველაზე მეტადაა გამეფებული. როგორც ყველა, ვინც ოდესმე Match 3 თამაშს უთამაშია, კარგად იცის. მაგრამ ამაზე მეტად, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ვიდეო თამაშების ფრენჩაიზის მობილურზე გადასვლამ, კიდევ ერთი მობილური თამაშების ჭირის შიში გააჩინა. მოგესალმებით ალგორითმში, სადაც თქვენ ხართ პროდუქტი. Assassin's Creed Jade Ubisoft-ის წარმოება არ არის. მისი დამზადება Tencent-ს გადააბარეს, ხოლო მობილურ RPG-ს Level Infinite მართავს, მათი მობილური თამაშების განყოფილება. როგორც უფასო თამაშის მოდელზე აგებული, ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი რეალურ გეიმპლეიზე, გარდა რამდენიმე მიმზიდველი ტრეილერისა, რომლებიც დაძაბულ ბრძოლებს მიანიშნებს. მაგრამ მობილური თამაშების გამოცდილ ვეტერანებს კარგად იციან, რას უნდა ელოდონ. უსასრულო დონეები, სადაც ახალი აღჭურვილობა და ფუნქციები ყოველთვის შესაძენადაა ხელმისაწვდომი. ბევრ ფანს აშინებს ის ფაქტი, რომ მათი საყვარელი თამაშის სერია შეიძლება Hero Wars-ის კლონად გადაიქცეს, თუ საერთოდ გამოვა ოდესმე. თამაშის ოფიციალურად გაუქმება ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ 2022 წლიდან მასზე მუშაობა სერიოზულად შეფერხდა და მისი განვითარების შესახებ ცნობები თითქმის აღარ ვრცელდება. შესაძლებელია Ubisoft-ის ბიუჯეტური პრობლემების გამო თამაში გაუქმდა. ასევე შესაძლებელია, რომ Tencent თავისი გამოცდილებით მოთამაშეთა ქცევისა და ჩართულობის სფეროში ეხმარება ფორმულის დახვეწაში, რათა თამაში უფრო მიმზიდველი და რთულად დასატოვებელი გახდეს. და თუ ეს გაამართლებს, შესაძლოა მომავალში Assassin's Creed სწორედ ასე გამოიყურებოდეს. და შეიძლება მთელი ვიდეო თამაშების სამყაროც. Ubisoft-მა ფაქტობრივად თავისი ყველაზე ძვირფასი ფრენჩაიზი იმ კომპანიას გადააბარა, რომელიც ერთ დღეს შეიძლება კონკურენტად იქცეს, დადაც იქცეს, მაგრამ Tencent-ს შესაძლოა თქვენი ფულზე უფრო ძვირფასი რამ სურდეს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი, რაც Ubisoft-მა ბოლო წლებში გააკეთა, საერთოდ არ გამხდარა სათაურების თემად. 2018 წელს სათამაშო კომპანიამ შეთავაზება გააკეთა ჰოლანდიური სერვერ ჰოსტინგის კომპანიისთვის i3D, რომელიც მთელ მსოფლიოში 10,000-ზე მეტ სერვერს მასპინძლობს და განსაკუთრებით აქტიურია სათამაშო სექტორში. ეს ნიშნავს, რომ მათ ჰყავთ 840 მილიონზე მეტი აქტიური მოთამაშე. თუმცა ეს რიცხვი სერვერების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.
კომპანია ასევე უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, როგორც Ubisoft-ისთვის, ასევე მისი კონკურენტებისთვის. მათი შეძენით, Ubisoft-მა დაიზღვია, რომ მომავალში შეძლებს სერვერების სტაბილურობის უზრუნველყოფას თავისი მრავალმომხმარებლიანი თამაშებისთვის. მაგრამ იგივე სტრუქტურა შეიძლება სრულიად სხვა მიზეზითაც იყოს მიმზიდველი. აი სამდი Ubisoft-ის ხელმძღვანელობის პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რაც მან გააკეთა, ეს არის ციფრული პანოპტიკონის შექმნა, უზარმაზარი ქსელი, სადაც თითქმის მილიარდი მოთამაშე რეგულარულად თამაშობს, ურთიერთობს და ახორციელებს მიკროტრანზაქციებს ონლაინ. თუ გსურდათ შეგექმნათ პროფილი ვიდეო თამაშების ინდუსტრიის შესახებ, ეს ალბათ ყველაზე ახლოსაა იმასთან, რასაც შეძლებდით. უმეტეს თანამედროვე თამაშს აქვს ონლაინ კომპონენტი და მათი მოთამაშეები მოიცავენ თითქმის ყველა დემოგრაფიულ ჯგუფსა და წარმოსახვად ჟანრს. Tencent-ისთვის ეს შეიძლება იყოს ყველაზე ღირებული ინფორმაცია, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. Tencent-ი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეო თამაშების კომპანია, მსოფლიოში თავისი ინვესტიციების წყალობით, მაგრამ ის ასევე უფრო აგრესიულ ნაბიჯებს დგამს, რომ თავად გახდეს მომწოდებელი. მისმა მობილური თამაშების შვილობილმა კომპანიამ დიდი წარმატება მოიპოვა ჩინეთში, მაგრამ შეერთებულ შტატებში მისი გავლენა შეზღუდულია. Assassin's Creed JD იყო პირველი ნაბიჯი ამ მდგომარეობის შესაძლებლად. პოპულარული ბრენდის გამოყენებით მომხმარებლისთვის ჩინური თამაშებისა და მედიის ინფრასტრუქტურის გაცნობის მიზნით. შემდეგი ნაბიჯი იყო მათთვის მთელი თამაშების პანოპტიკონის ხელმისაწვდომობის მიცემა. თუ Tencent მიიღებს კონტროლს Ubisoft-ის მედიის ინფრასტრუქტურაზე, მათ ეკნებათ სწრაფი ცდომა მსოფლიოს უდიდეს სათამაშო კომპანიებთან და მათ ყველაზე დაცულ მონაცემებთან. ეს ფაქტობრივად უკანაკარი იქნება მსოფლიოს ყველაზე პოპულარული თამაშების საიდუმლოებებში. Tencent-ი შეძლებს აღმოაჩინოს ამერიკელი მოთამაშეების სათამაშო ქცევის მოდელები. როდესაც ისინი შემდეგ დიდ ნაბიჯს გადადგამენ ამერიკულ ბაზარზე, ეს იქნება შეუფასებელი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია სამუდამოდ შეცვალოს სათამაშო ინდუსტრიას და არა კარგი მიმართულებით. რატომ უნდა რისკის ქვეშ დააკენოს დასავლურმა სათამაშო კომპანიამ თავისი მომავალი და დაუშვას, რომ მხოლოდ უცხოური მონაცემების შეგროვების საშუალებად გადაიქცეს? Ubisoft-ი ჯერ კიდევ იშვიათობაა სათამაშო სამყაროში. ეს არის დიდი სათამაშო კომპანია, რომელსაც მართავს ის ოჯახი, რომელმაც დაარსა იგი. ის აშტანთმულა უფრო დიდ სათამაშო კომპანიაში, რომელმაც შემდეგ ისინი უბრალო ქვებრენდად გადააქცია. როდესაც მტრული ხელში ჩაგდების შანსი გაჩნდა, გილმოები ნებისმიერ ფასს გადაიხდიდნენ, რომ ეს თავიდან აეცილებინათ. ეს მათ ძვირად დაუჯდათ. დამფუძნებელ ოჯახს ერთი პრიორიტეტი ჰქონდა: საკუთარი კომპანიიდან არ გამოეგდოთ. როდესაც ვივენდი მზად იყო მოქმედებისთვის, კომპანიამ ჩათვალა, რომ Tencent-თან შეთანხმება ღირდა. თუმცა ეს შეიძლება ყოფილიყო მოკლევადიანი სარგებელი, გრძელვადიანი ტკივილი სანაცვლოდ, რადგან Ubisoft-მა, რომელიც უკვე დიდი ვალების ქვეშ იყო, საკუთარი მომავალი გირაოს სახით ჩადო იმისთვის, რომ კომპანიაზე კონტროლი შეენარჩუნებინა. ეხლა ეს შედეგები შეიძლება უკან უბრუნდებათ. Ubisoft-ი არასდროს ყოფილა სხვა სათამაშო კომპანიებივით და ეს შეიძლება მისი დასასრულის ნიშანი იყოს. Ubisoft-ი Tencent-თან მჭიდროდ არის გადაჯაჭვული. ვერც ერთი კომპანია ვერ ახერხებს მარტივად ერთმანეთისგან გამოყოფას და ეს Tencent-ისთვის პისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას საკმარისი ფული აქვს და აქტიურად აბანდებს მსგავს კომპანიებში, როგორიცაა Ubisoft-ი. მაგრამ Ubisoft-ისთვის ეს ნიშნავს დამოუკიდებლობის ნაწილის დაკარგვას და ახლა მას ნაკლები ბერკეტი აქვს. კომპანია კვლავ სერიოზულ ვალებშია და გაკოტრების საფრთხის წინაშე დგას, თუ მისი თამაშების წარმატება შეიცვლება. თუ მას გაყიდვა მოუწევს, მხოლოდ ერთი რეალური მყიდველი ეყოლება: Tencent-ი, რომელიც მოთმინებით ელოდება. მახე უკვე დაგებულია და Ubisoft-ის პერსპექტივა საკმაოდ მძიმეა. როგორი იქნება Ubisoft-ის მომავალი? სავარაუდოა, რომ Ubisoft-ის ვალების პრობლემა კიდევ უფრო გაუარესდება, რადგან მათი თამაშების გამოსვლის გრაფიკი ნელდება. მას შემდეგ, რაც Star Wars Outlaws-ი 2024 წელს გამოვიდა, მათი უმეტესობა თამაშებისა შიგნით Ubisoft-ის სტუდიებში შეიქმნა. მსხვილი თამაშები, როგორიცაა Just Dance, მთლიანად Ubisoft-ის საკუთარ სტუდიებში იქმნება, ისევე როგორც Monopoly-ისა და მობილური თამაშების გამოშვებები. Assassin's Creed-ის და Tom Clancy's სერიების ახალი გამოშვებებს აღარ აქვს ის გავლენა, რაც ადრე ჰქონდა და სავარაუდოა, რომ ფინანსური პრობლემების გამო მათ მეტი აქციის გაყიდვა მოუწევთ. როდესაც Tencent-ი მეტ აქციას იძენს და Ubisoft-ის აქციების ფასი კვლავ ეცემა, საუკეთესო ფინანსური გამოსავალი იქნება კომპანიის კერძო საკუთრებაში გადაყვანა, რაც Tencent-ს გაუადვილებს კონტროლის შენარჩუნებას, საბოლოოდ კი უმრავლესობის მოპოვებას ან კომპანიის სრულად შეძენას. ყველა ფრენჩაიზი Assassin's Creed-ის ჩათვლით Tencent-ის საკუთრება გახდება და მასთან ერთად 300 მილიონიანი მომხმარებელთა ბაზაც Tencent-ის საკუთრება გახდება. მათ ასევე ექნებათ სრული ცდომა i3D-ის კუთვნილ სერვერებზე. ისინი მყისიერად გახდებიან ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოთამაშე მთელ სათამაშო ბაზარზე და მზად არიან სრულად გამოიყენონ ეს შესაძლებლობა. ჩინეთის სათამაშო ბაზარი ამ მომენტს ელოდებოდა. Tencent-ი წლებია ამ სექტორში მოქმედებს, მაგრამ აქამდე მხოლოდ უკვე არსებულ ძლიერ კომპანიებში აქციების შეძენა შეძლო. თუმცა Ubisoft-ის დამოუკიდებლობის შენარჩუნების სურვილმა სრულიად საპირისპირო შედეგი გამოიღო. კომპანიამ თავი ყველაზე მიმზიდვლად სამიზნედ აქცია. Tencent-ი სავარაუდოდ კონტროლს აიგებს Ubisoft-ის კონსოლური თამაშების გიგანტიდან მხოლოდ მობილურ თამაშებზე ორიენტირებულ ბრენდად გადააქცევს და დაასრულებს სათამაშო ძალაუფლების დრამატულ გადანაცვლებას აღმოსავლეთიდან დასავლეთში. და თუ ეს გამოუვათ, ისინი ალბათ წინაც გაიხედავენ, რომ ნახონ, ვინ იქნება შემდეგი. Ubisoft-ი ერთადერთი სათამაშო კომპანია არ არის, რომელიც სერიოზულ პრობლემებშია.
სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელიც თავის პრობლემებს აწყდება. ნახეთ ვიდეო 50 მილიონი დოლარის თანამშრომელზე. გაიგეთ, რატომ არის Electronic Arts-ი მკვდარი. ან უყურეთ ამ ვიდეოს.